აჭარის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცული წევრები და მთავრობა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საკითხის დარეგულირების მიზნით გამართულ შეხვედრას დღეს მხარეებთან ერთად საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის წევრებიც ესწრებოდნენ. ისინი გაფიცულ მოცეკვავეებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ანსამბლის წევრებმა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა არ ისურვეს. მთავრობის შემოთავაზებაზე კი უარი განაცხადეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ანსამბლის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს თემურ ქორიძეს ანსამბლის დირექტორის მოადგილის პოსტს თავაზობდნენ გაზრდილი უფლებამოსილებებით. მინისტრის მოადგილის ვლადიმერ გალობლიშვილის განცხადებით მას ასევე შეეძლო მოწვეული ქორეოგრაფის პოზიციას დათანხმებოდა და ნებისმიერი ცეკვა დაედგა. აჭარის განათლების სამინისტრო აღნიშნულ შეთავაზებას ხვალ ოფიციალურად გააკეთებს. ხვალვე გადაწყდება დათანხმდებიან თუ არა გაფიცული ხელოვანი მთავრობის წინადადებას. ჯერ არ ყოფილა ლადომ გალობლიშვილი ბატონი ლადო გამოგვიგზავნეს ხვალ იმ დებულებასაც შეიმუშავოს. მე როგორც მოვისმინე, იქ ჩემის აზრით ერთი პუნქტი უნდა იყოს ჩასაწერი, რომ ბატონ თემური ქორიძე თუ დაინიშნება მინისტრის დირექტორის მოადგილედ, მან უფლება უნდა ქონდეს იმ დებულებებთან ერთად მთავარი ქორეოგრაფის დანიშვნის უფლება. ეს ჩაამატონ ხვალვე წარუდგენთ უკვე ოფიციალურად ამ ჩვენ შეთავაზებებს, დაველოდებით მათ პასუხს და დარჩენ უკვე იქნება მათზე დამოკიდებული. შეთავაზება არის ორი. ნიშნავთ მოწვეულ ქორეოგრაფად, ვაძლევთ სრულ თავისუფლებას და მეორე, ნიშნავთ დირექტორის მოადგილეს და ვაძლევთ კურაციას ძირითად ანსამბლზე. სხვა შემოთავაზება მათი მხრიდან უკვე ჩვენ ვეღარ მივიღებთ ალბათ.